წარმოიდგინეთ ახლა პატარა ქალაქი ქუთაისი და რა მასშტაბებზეა ლაპარაკი რომ 1000 კაციანი ჯგუფი დადიოდა ქუთაისში და თვითონ 10 უბანზე მიცა ხმა როცა უბანში ძირითადად დამკვირვებლები არასამთავროები დატრენინგებული ხალხი და ხედავთ რომ ხელებში უყურებდნენ სულ ყველას რა ხალხო ამ აბსურდზე ლაპარაკს თავი მე მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ქალაქ მუზეუმის სიტუაციას ოჯახის წევრები მინდა შემიძლია დავიფიცო ერთი შემთხვევა ცხოვრდა მცოდნობდა თუ რამე ხდებოდა რამ ქვეყანას თავი ნუჯიჯგდით აცადეთ ცხოვრება ამ ქვეყანას გუშინდელი დღე ქონდა დღევანდელი დღეა და ხვალინდელი დღეც ექნება 64-ში ვცხოვრობთ ამ პატარა ქვეყანაში და შევირგოთ და ქვეყნის და მთელი სოფლიოს სასაცილოდ ნუ გავიხდით საქმეს რომ ეს არის ვიღაც ველური ხალხი და კლავენ და ჭამენ ერთმანეთს ესენი გადის ყველაფერი საზღვარგარეთ და მე ხვალ ინვესტორი გვინდა ხვალ ტურისტი გვინდა და ეკონომიური განვითარება გვინდა სირცხვილია მეგობრებო რა მე გითხარი და მე მგონი ცოტა ლოგიკურად ჩაგახედეთ ციფრებში გაყალბებული არჩევნები როგორ შეიძლება მოხდეს და ქუთაისში 1000 კაციანი რაღაცა ბანდა დადიოდა იმ დღეს და თითო კაცი 10 უბანში აძლევდა ხმას და ხო აბსურდია ყველაფერი ეს ხო თეორიული შანსიც არ არსებობს ამისი რომ წარმოვიდგინოთ რა დიდი მადლობა